მეგობრებო, მოგესალმებით, თუ შეიძლება დავიკავოთ ადგილები, ქორუმი გვაქვს, საინტერესო ხდომა გველოდება წინ, საგანგებოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ მნიშვნელობასთან ერთად ეს გრძნობიარე თემებია, სენსიტიური, როგორც იტყვიან და აქედან გამომდინარე ჩვენ მოვილაპარაკეთ და ვიფიქრეთ, რომ უნდა იყოს დახურული ხდომა, დახურული მედიისათვის. ანუ სტრიმი არ იქნება და ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით შემდეგ ჩვენს უმრავლესობა ვინც არის ოპოზიცია მოვილაპარაკებთ იმ პროექტზე, რასაც ქვია რეზოლუციის პროექტი, ბოლოს ამაზე უნდა გავიდეთ. Ну, ტრადიცია თქვენ იცით, ხა ეს კომისია 2012 წლიდან არსებობს და აქ ყოფილა გვინახავს ესეთი საკმაოდ სერიოზული პოლემიკა, მაგრამ არა დაპირისპირებები. პოლემიკის შედეგად უნდა მივიღოთ ისეთი სტრატეგიული გეგმა, ისეთი ხედვა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ შემდგომში მდგომარეობა აი ამ ძიმე ვითარების მიუხედავად, რასაც ოკუპაცია ქვია, გაუმჯობესდეს, ვინაიდან ტენდენცია, რომ ქართულ ენას კარგავს გალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არსებობს. და ამ ტენდენციის ხელშემწყობი მექანიზმები ამოქმედდა საკმაოდ ინტენსიურად. აქედან გამომდინარე, მე და ქალბატონმა მარიამმა გადავწყვიტეთ, რომ მოусმინოთ განათლების მინისტრს რა მექანიზმები გვაქვს, მოусმინოთ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მოусმინოთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მოусმინოთ შერიგების სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, მაგრამ ძირითადი მოხსენება რასაკვირველი არის აქ განათლების სამინისტროსი და მოკლედ ამას გავყვეთ ისეთი ინტენსივობით, რომ არც გადავღალოთ ერთმანეთი რაღაცა ემოციებით და ძალიან პრაგმატული ისეთი მიზანმიმართული გადაწყვეტილებაზე გავიდეთ საბოლოოდ, რომელიც გაერთიანებს უმრავლესობას ოპოზიციას და ზოგადად ამ თემაზე ვეცადოთ, რომ კონსენსუსი ჩამოვაყალიბოთ. პირველ რიგში კომისიის წევრებთან მაქვს ერთი თხოვნა. ეხლა რეგლამენტი შეიცვალა და ამ რეგლამენტის მიხედვით ჩვენ კომისიაში იყო თავმჯდომარე და მდივანი. ქალბატონი ეკა იყო სეფაშვილი მდივანი და რეგლამენტის მიხედვით თხოვნა ეგეთი, რომ აი ამ მისი რეგალია ესე მდივანის ნაცვლად იყოს მოადგილე, პრაქტიკულად მოადგილეს ვირჩევთ, მაგრამ აი ფაქტობრივი მონაცემი უკვე გვაქვს და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ კანდიდატურას ეკასი, მე მგონი სწორი გადაწყვეტილებაა. შემდგომ კიდევ ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან მიმართებაში. ახლა გთხოვთ, რომ დავხუროთ, რამდენი წუთი გჭირდება? 2 წუთი დასახურად და შემდეგ უკვე განათლების კომიტეტი დაიწყებს, ქალბატონ თამარს მოიწვევს და ასე შემდეგ.